ბრაზილიელებს უყვართ თევზი და ზღვის პროდუქტები. არგენტინელებს უყვართ ხორცი, სტეიკები და ბევრი ხორცი. სამაგიეროდ ბრაზილიელებს აქვთ ძალიან მაგარი ტროპიკული ხილი. არგენტინელებსაც აქვთ ძალიან ბევრი თან. მაშინ ჩვენ უნდა წავიდეთ ახლა და ლათინო ამერიკული ცეცხლი დავანთოთ სამზარეულოში. წავედით. მოკვეკა დე პეიხე. ზღვის პროდუქტები ბრაზილიურად. დაგჭირდება ზღვის პროდუქტების მიქსი 400 გრამი, წითელი ბულგარული 1 ცალი, 2 ცალი პომიდორი, მწვანე ხახვი 5 გრამი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი ლაიმი და 1 ცალი მანგო, კონსერვირებული ლიჩი 1 კილა, 40 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი გემოვნებით. მოკვეკა დი პეიში. ეს არის ტრადიციული ბრაზილიური თევზის წვიუ. ანუ იგივე ჩაშუშული. პირველ რიგში, როგორც ყველა ჩაშუშულს, ჭირდება ხახვის მოთუშვა. დავიწყეთ. ავანთოთ ცეცხლი. საშუალო ზომის ხახვი. დავჭრათ პატარა კუბებად. ზეთი ცოტა. ყველაზე საინტერესო ამ რეცეპტში ის არის, რომ ეს ზღვის პროდუქტების წვიუ მზადდება ტროპიკულ ხილთან ერთად. აქ მაქვს ლიჩი, სამწუხაროდ ცოცხალი ლიჩი უბრალოდ ფიზიკურად საქართველოში არ იშოვება, ამიტომ კონსერვირებულით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ და მანგო, რომელიც ცოცხალი მაინც ვიპოვე. ძალიან არომატულია, ძალიან ლამაზი ფერი აქვს და რაც თავარია, უნდა სწორად ავარჩიოთ. არც ზედმეტად რბილი არ უნდა იყოს და არც მაგარი. აი, ფერიც კი ეტყობა, რომ მწიფე არის, უფრო წითლისკენ გადადის თვითონ ხილი. ჩავყაროთ ხახვი. 2 კბილი ნიორი. ესეც დავუმატოთ ხახვს. ოდნავ მოიშუშოს ხახვი. ცოტა მოოქროსფრო რო გახდება, შემდეგ უკვე დავუმატებთ ზღვის პროდუქტებს და თევზის ფილეს. სასურველია რომ იყოს თეთრი თევზის ფილე, ამ შემთხვევაში ჰალიბუტის ფილეს ვიყენებ. დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. ჩავალაგოთ უკვე თევზის ფილეც ტაფაში. 2 წუთი მოვშუშოთ და დავუმატოთ ზღვის პროდუქტების მიქსი. აქ მაქვს კალმარი, კრაბის ხორცი, პატარა კრევეტები და მიდიები. ახალი დაჭერილი ზღვის პროდუქტებით ეს წვიუ ალბათ კიდევ უფრო ძალიან მაგარია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეხლა საკმაოდ გემრიელი გამოგვივა. ოდნავ დავბრაწოთ ზღვის პროდუქტები და თევზი. დავუმატოთ მარილი. ცოტა წიწაკა. დავუწიოთ ცეცხლს. პირველ რიგში დავჭრათ მანგო. გავთავოთ. დავჭრათ მანგო კუბებად. და დავუმატოთ ზღვის პროდუქტებს. დავუმატოთ სულ ცოტა წყალი, რომ მანგოც უფრო დარბილდეს. ამ პორციისთვის დამჭირდება 3 ცალი პატარა ზომის, მაგრამ უფრო მოთკბო პომიდორი. დავუმატოთ პომიდორი. დავუმატოთ კიდევ წყალი. დაახლოებით ჯამში წყალი სჭირდება 350 მილილიტრი. დავჭრათ წითელი ბულგარული 1 ცალი, იგივე ზომაზე, როგორც პომიდორი.
მე ვფიქრობ, რომ აი უკვე ძალიან საინტერესო ხასხასა ყვითელი და წითელი ფერებია და არომატი აქვს მართლა სხვანაირი. თანაც ეს მანგო რაღაცნაირად ცოტათი აი მჟავე და ტკბილ გემოს მიცემს ზღვის პროდუქტებს. გავაგრძელოთ, ეხლა დამჭირდება ჯინჯერი, რომელიც თავისებურ სიცხარესაც მიცემს კერძს და რა თქმა უნდა არომატს, ძალიან ძლიერი არომატი აქვს ჯინჯერს. დაახლოებით 4-5 გრამი გახეხილი ჯინჯერი, ერთხელაც ამოურიოთ. დავუმატოთ მწვანე ხახვი. წყალი ისევ და დავჭრათ ლიჩი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ტროპიკული ხილია. ეხლა მით უმეტეს, რადგან კონსერვირებულია საკმაოდ ტკბილია, ამიტომ ბევრს არ დავუმატებ, დაახლოებით 6 ცალი. შუაში გადავჭრათ, რომელიც დიდი ზომის არის, ის 4-ად გავჭრათ. დავუმატოთ ჩაშუშულს. თითქმის მზად არის. სულ ცოტა ხანი იდრუღოს. და დავუმატოთ ბრინჯი. აქ მაქვს წინასწარ მოხარშული ბრინჯი, ეს არის მიქსი, შავი, წითელი ბრინჯი, თეთრი, მსხვილმარცვლიანი და გრძელმარცვლიანი ბრინჯები. დაახლოებით 300 გრამი. მე მგონი უკვე სერვირების დროც დადგა. ტროპიკულ ხილთან ერთად დავჭრათ ქინძი. და მოვაყაროთ კერძს. ბრაზილიური ზღვის პროდუქტების სწუ მოკვეკა ჯიპეიში. სად არის? ემპენიადა ხორცის ღვეძელი არგენტინულად. დაგჭირდება ფენოვანი ცომი. მოვამზადოთ შიგთავსი. გატარებული საქონლის ხორცი 500 გრამი. ხახვი 1 თავი. ნიორი 2 კბილი. კვერცხი 3 ცალი. მწვანე ზეთის ხილი 20 გრამი. სუნელები. ცოტა ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, პაპრიკა და მარილი გემოვნებით. მოვამზადოთ სალსა соуსი. პომიდორი 3 ცალი. მწვანე წიწაკა 1 ცალი. ბულგარული 1 ცალი. ლიმონის წვენი 1 ჩაის კოზი. პომიდრის წვენი 150 მილილიტრი. ნიორი 3 კბილი, ქინძი 2 გრამი. მარილი და პილპილი გემოვნებით. არგენტინის ყველა ოჯახში და ყველა ქალაქში ტრადიციულად ცხება ემპენიადები. ემპენიადა არის ხორცის ღვეძელი და დღეს გურმანის ოჯახშიც გამოვაცხობთ არგენტინულ ემპენიადებს. ძირითადი ინგრედიენტი არის გატარებული საქონლის ხორცი და სუნელები. მაგრამ პირველ რიგში მაინც ჭირდება წვრილად დაჭრილი ხახვი. მაქსიმალურად წვრილად. მარტივად რო აგიხსნათ, არგენტინელებისთვის ემპენიადა არის როგორც ჩვენთვის ხინკალი. ყველა ოჯახში ამზადებენ და ყველა ამზადებს თავისებურად. ხახვი წვრილად დავჭერი, ნიორი დაახლოებით 2-3 კბილი. საშუალო სიმხურვალე, ზეთი. ნიორს ეგრევე ჩავახეხავ ტაფაში. წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ხახვი. ხახვს და ნიორს კარგად გავშლი ტაფაზე. მოუბრაწავ, ცოტა ოქროსფერი რო იქნება, შემდეგ დავუმატებ გატარებულ საქონლის ხორცს. ხახვი კარგად მოიბრაცა, დავუმატებ გატარებულ საქონლის ხორცს. ყველაფერი შეზავდება ტაფაში. ხახვი, ნიორი, ხორცი, სუნელები. ხორცს კარგად გავშლი. არომატი არის გადასარევი. უფრო არომატული რო იყოს, გავუკეთებ პაპრიკას, ორეგანოს,
ცოტა დაღერჟულ წიწაკას და რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით. კარგად ამოურევ. სანამ ხორცი იბრაწება, წინასწარ მოხარშულ კვეთს გავწვნი, დავჭრი კუბებად და დავბრაწავ ხორცთან ერთად. 3 კვერცხი აბსოლუტურად საკმარისია 9 კილო გატარებულ ხორცზე. ზეთის ხილი. რა თქმა უნდა, კულკის გარეშე დაახლოებით 7-8 ცალი. ემპენიადეს შიგთავსი მზად არის. შემიძლია გამოვთო, გადმოვიღებ ჯამში, რომ უფრო მალე გაცივდეს. სანამ შიგთავსი ცივდება, მე გავაბრტყელებ ცომს. ცოტა ფქვილი. გამოვიყენებ ფენოვან ცომს. ცომი. ჯერ ნახევარს გავაბრტყელებ, მერე მეორე ნახევარს. ამოვჭრი მრგვალ ფორმებს. ემპენიადას აქვს ნახევარმთვარეების ფორმა. გავშლი მრგვალად ამოჭრილ ცომს. ამასობაში შიგთავსიც გაცივდა. 1 სუფრის კოვზი. გადახვევა არის ძალიან მარტივი. ემპენიადას უნდა ქონდეს ნახევარმთვარეების ფორმა. პირველი ემპენიადა მზად არის. შვენიერი. გამოსაცხობი ფორმა გვჭირდება. პერგამენტის ქაღალდით. ცოტა კარაქი. ესეც ბოლო ემპენიადა. ოქროსფერი რა იყოს და უფრო კარგი კვერცხის გული უნდა გადაუსვა ზემოდან. ღუმელი უკვე წინასწარ არის გაცხელებული 180 გრადუსზე, ამას სჭირდება დაახლოებით 7-10 წუთი. სანამ ემპენიადა ცხება, მოვამზადებ სალსას. პამიდორი, 3 პამიდორი. დავჭრი უხეშად, ეს ყველაფერი მაინც უნდა დაბლენდერდეს. ბლენდერშივე ჩავჭრი. ერთი მწვანე წიწაკა. სალსა соуსი არის პამიდრის соуსი. ამასაც ბევრნაირი რეცეპტი აქვს. ყველაზე გემრიელი და მარტივი არის პამიდრით, წიწაკით, ცოტა ბულგარული წიწაკა, რა თქმა უნდა, კინძი, ნიორი და მე დღეს ხახვის გარეშე მოვამზადებ. ოხრახუში და კინძი, კონის მეოთხედი, 3 კვილი ნიორი, ცოტა ლიმონის წვენი, პამიდრის წვენი, დაახლოებით 150-200 მილილიტრი. დასახური. მარილი გემოვნებით.
სალსა მზად არის. ამოსობაში ემპენიადებიც უკვე გამოცხებოდა. შვენიერი. გერმანიის ოჯახში მომზადებული არგენტინული ემპენიადები სალსა соусით მზად არის. დოლჩე დე ლეჩე, დესერტი არგენტინულად. ვამზადებთ თხილის ფხვიერ ცომს. დაგჭირდება თხილის ფხვნილი 100 გრამი, 250 გრამი ფქვილი, კარაქი 150 გრამი, 60 გრამი შაქარი, 1 ცალი კვერცხი და 1 გრამი მარილი. ვამზადებთ დოლჩე დე ლეჩეს კრემს. დაგჭირდება შესქელებული რძე 250 მილილიტრი. ტროპიკული ხილის ჟელესთვის გვჭირდება ტროპიკული ხილის მიქსი 200 გრამი, მარაკუდას წვენი 300 მილილიტრი და ჟელატინი 20 გრამი. გასაფორმებლად ნუშის ფანტელი 50 გრამი. დულსე დი ლეჩე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დესერტი ლათინო ამერიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში და ურუგვაიში. პრინციპში მარტივად მზადდება. ეს არის მოხარშული შედედებული რძე, რომელსაც კარამელის გემო აქვს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უფრო შევცვალო და უფრო დახვეწილი და გემრიელი გავხადო ეს დესერტი. პირველ რიგში ვიწყებთ შედედებული რძის მოხარშვით. ავანთოთ ცეცხლი, დაბალ ცეცხლზე აუცილებლად. გადავიტანოთ 400 მილილიტრი შედედებული რძე. რძემ უნდა იდუღოს, ფერი უნდა შეიცვალოს. სანამ რძე ადუღდება და ფერს შეიცვლის და კარგად მოიხარშება, მოვამზადოთ ცომი. ეს იქნება ფხვიერი ცომი. აქ მაქვს კარაქი 120 გრამი ოთახის ტემპერატურის. დამჭირდება 250 გრამი ფქვილი. და აქ მაქვს გატარებული თხილი. ესეც დაახლოებით 100 გრამი. ხელით გავხსნათ კარგად, გავაერთიანოთ ეს მასა. სანამ ბოლომდე შეიკვრება მასა, დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ცალი კვერცხი. ამოვზილოთ ცომი. მივიღებთ ესეთ ფხვიერ, საკმაოდ ნოყიერ ცომს, რომელიც ცალკე უნდა გამოვაცხოთ და შემდეგ დავფხვნათ. კარაქიც კარგად გადნა. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ იყოს ოთახის ტემპერატურის, რადგანაც კარგად კრავს შემდეგ ცომს. 5 წუთი დავასვენოთ ცომი. გამოვაცხოთ ცომი. ხელითვე ფორმაში გავიყვანოთ, არა აქვს მნიშვნელობა ფორმას, რადგანაც შემდეგ მაინც უნდა დავფხვნათ ეს ცომი და გამოვაცხოთ ცომი 200 გრადუსზე 15 წუთით. უკვე ფერი შეიცვალა, კარამელის ფერი მიიღო, შედედებულმა რძემ გასქელდა საკმაოდ. აი ესეთი წელვადი მასა მივიღეთ, მზად არის. გადმოვდგოთ. ხრაშუნა ცომიც გამოცხვა. ოდნავ გაგრილდეს ახლა, რომ ადვილად დავფხვნათ და გადავიტანოთ აი ესეთ ჭურჭელში, გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელშიც ავაწყობთ და დავასრულებთ ამ დესერტს. ცოტა გაგრილდა, დავფხვნათ. თხილის არომატი საკმაოდ მძაფრად იგრძნობა. ვფიქრობ, რომ თხილი, კარამელი და ტროპიკული ხილი ერთად იქნება ძალიან საინტერესო კომბინაცია, თანაც აი ამ სითბოს გაანეიტრალებს ამ ხილის სიმჟავე.
ეხლა ზემოდან დავადოთ მოხარშული შედედებული რძის მასა, რომელიც საკმაოდ გამაგრდა და გასქელდა. უნდა გადავანაწილოთ ზემოდან თანაბრად. დავასველოთ კოვზი და გადავანაწილოთ ზედაპირზე. ცოტა გაგრილდეს ახლა ეს მასა. ახლა მოვამზადოთ ტროპიკული ხილის ჟელე. პირველ რიგში ჩავასხათ მარაკუიას წვენი 300 მილილიტრი. 3 სუფრის კოვზი ჟელატინი. ეს არის სწრაფად ხსნადი ჟელატინი. შაქარი 150 გრამი. ჯერ გავხსნათ ეს ყველაფერი კარგად წვენში. და გადავიტანოთ ტროპიკული ხილის მიქსი. აქ არის პაპაია, აქ არის მანგო, აქ არის ლიჩი, ანანასი და მარაკუია სხვათა შორის. გადავიტანოთ მხოლოდ ხილი. ეს ესევე იყიდება კონსერვირებული. ორი წუთი ზუსტად წამოდუღდეს უნდა მასა. 1 წუთი ზუსტად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჟელატინიც გაიხსნას, გაუჯდეს სითხეს და შემდეგ უკვე დავასხათ ზემოდან აი ამ მასას. მასა უკვე ადუღდა, ოდნავ უფრო ბლანტიც გახდა. გამორთოთ. ჯერ ჩავაწყობ ხილს, რომ თანაბრად გადავანაწილო ფერები, რომელიც აი ამ ჭურჭლიდან კარგად გამოჩნდება. დავასხათ დარჩენილი წვენი, ისე რომ შევავსოთ ჭურჭელი. და შევდგათ მაცივარში 2 საათით. მოვაყაროთ ცოტა ნუში. ნუქაც. სად არის? არგენტინა ჩემთვის